ალმეზურაბიშვილი ვაშინგტონშია. სამ დღეში საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ოლიგარქის გუნდიდან კი მიწვევა არავის მიუღია. არა და არალეგიტიმური ხელისუფლება იმედებს. პრეზიდენტ ტრამპზე ამყარებდა. ინაუგურაციის პარალელურად ალმეზურაბიშვილს ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, რომელიც ხალხთან ერთად ფალსიფიცირებული არჩევნების შემდეგ ახალ არჩევნებს მოითხოვს. საქართველო და ამერიკა ღირებული პარტნიორები არიან. ქართველები ამერიკელებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროდ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ოქტომბერში პოტენციურმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩინეთის კომუნისტური პარტია, ომის დამნაშავე პუტინი და ირანის რეჟიმი, გააყალბა არჩევნები. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ალმეზურაბიშვილი გაბედულად დგას პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებთან ერთად და მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მე ხელახლა წარვადგენ ორპარტიულ მეგობარ აქტს, რომელიც ითვალისწინებთ სანქციების დაწესებას იმისთვის, ვინც თავს ესხმის თავისუფლებას. გარდა ამისა, არსებობს კანონპროექტი, რომელიც გრძალავს არალეგიტიმური რეჟიმის აღიარებას. მადლობელი ვარ, რომ ჩემი მოწვევით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. შეერთებული შტატების კონგრესმენები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას კურსიდან გადახვევას არავინ აპატიებს და ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას ოლიგარქის რეჟიმთან მიმართებით ტრამპის ადმინისტრაციაც გააგრძელებს. ამერიკელი მეგობრები ხედავენ, რომ დღეს ოცნება თავს ესხმის თავისუფლებას და დემოკრატიის უზენაესობას. ამიტომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ამერიკაში ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარების შემდეგ ცრუ ოპტიმისტური მოლოდინები არ ჰქონდეს. ჩვენ საქართველოსი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებას ჩვენ გვგონია, რომ მას სურს. და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომლებიც ევროპაზე არიან ფოკუსირებულნი, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. და ეს უკუსვლა ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ. ამერიკა სანქციების პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გააგრძელებს. კონგრესის მაგიდაზე უკვე დევს საქართველოსთან მიმართებით ორი კანონპროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში ქართულ ოცნებას დიდ ზიანს მიაყენებს. პარალელურად შეჩერებულია მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტი საქართველოსთვის და დასანქცირებულნი არიან ოცნების მაღალჩინოსნები ოლიგარქის ჩათვლით. თუ რეჟიმი დათმობებზე მაინც არ წავა, ვაშინგტონიდან უფრო მკაცრი ზომების მიღებას აანონსებენ. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სენატორ რუბიოს, რომელიც მომავალი სახელმწიფო მდივანი იქნება, ესმის ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის და საფრთხე, რომელსაც ეს ორი ქვეყანა ქმნის. ჩემი მოლოდინია, რომ ის მკაფიოდ გაიგებს რა ხდება საქართველოში და სანქციების მომხრე იქნება. ასევე იქნება ალბათ მაიკ უოლცის შემთხვევაშიც, რომელიც ეროვნული უშიშროების მრჩეველი უნდა იყოს. კონგრესი კი ახლა ორპარტიულად მიმართულია იქითკენ, რომ მტკიცე ნაბიჯები გადადგას. ქართულ ოცნებას რომ არავინ აღარ ელაპარაკება ოპოზიციისთვის ეს გასაკვირი არ არის. სალომე ზურაბიშვილის და არა ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენლის მიწვევა ტრამპის ინაუგურაციაზე ოპონენტებისთვის იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას არავინ აღიარებს. ქართულ ოცნებას არ იწვევენ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არიან მიწვეული ახალი პრეზიდენტის, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი დობა არ აქვს ქართულ ოცნების მიმართ. 20 იანვრის შემდეგ მე მათ ვარ დარწმუნებული ყველა ამ ბევრ საკითხს დაესმება გაიცემა შესაბამისი პასუხები და დაესმება წერტილი მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდას 20 იანვართან დაკავშირებით. არ მიწვევა ქართული ოცნების წარმომადგენლების
ამ პროპაგანდის დასასრულია ასევე ივანიშვილის რუსი პაიკები არ არიან არც ვაშინგტონში ინაუგურაციაზე, არც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, არც მიუნხენში უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციაზე და არსად, სადაც არის თავისუფალი ცივილიზებული სამყარო და წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ფაქტია, რომ ქართული ოცნება ვერც ფულით და ვერც უფულოდ ვერ მოხვდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე. ჩვენ ზოგადად მივესალმებით სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის სხვა პარტიების მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და დასწრებას. 20 იანვრის, ანუ ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მომდევნო დღეს ატლანტიკის საბჭოს განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც განხილვის მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და თბილისში განვითარებული მოვლენები იქნება. პარალელურად პრეზიდენტი შეხვედრას ემიგრანტებთანაც გამართავს.